ეს არის 7 ღამე ქალაქში და ჩვენ ვეცნობით დიმიტრის ახალგაზრდა კაცს, რომელიც მრავალი ადამიანისთვის ნაცნობ პრობლემას აწყდება. მისმა მეუღლემ ის საყიდლებზე გაგზავნა, მაგრამ რადგან ზუსტად არ ახსოვს, რა უთხრა ცოლმა, გადაწყვეტს დაურეკოს მას, რაც წყვილს შორის ახალ კამათს იწყებს. იგი საყვედურობს მას ძვირადღირებული პროდუქტების არჩევისა და დაზოგვაზე არ ზრუნვის გამო. გარდა ამისა, მან ახლახან მიიღო ფოსტით PlayStation 5 და ეს ფული შვებულებისთვის იყო განკუთვნილი. სალაროსთან რიგში მათხოვარი ცდილობს საჭმელი იყიდოს, მაგრამ გადასახდელად ცოტა აკლდება, ამიტომ რიგში მდგომ ხალხს უყურებს და მათ მონეტას თხოვს. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა უგულებელყოფს მის თხოვნას, მათ შორის დიმიტრიც, რომელსაც მარტივად შეეძლო დახმარებოდა, მაგრამ გადაწყვეტს არ გააკეთოს ეს. ბოლოს ერთი მოხუცი ქალი კეთილ საქმეს ჩაიდენს და მათხოვარი მიდის, თან ლოცავს მას და სამოთხეში ადგილს უმზადებს. დიმიტრის შეხედავს და ეუბნება, რომ ეს მომენტი დაიმახსოვროს მაშინ, როცა ჯოჯოხეთში დაიწვება. როცა საყიდლების გადახდის დრო დგება, დიმიტრი სარგებლობს მათხოვრის მიერ დავიწყებული მონეტით და მას თავის სასარგებლოდ იყენებს. რამდენიმე წუთის შემდეგ ტელეფონით კამათი გრძელდება. როცა ნივთებს მანქანაში ალაგებს, მათხოვარი უახლოვდება, რათა თავისი მონეტა მოსთხოვოს. დიმიტრი იღებს მეორე მონეტას და უბრუნებს მას, შემდეგ ეკითხება, რატომ დაწყევლა 10 ცენტის გამო და მათხოვარი პასუხობს, რომ საქმე თანხაში კი არა, მის მიერ ჩადენილ ქმედებებშია. წასვლამდე დიმიტრი იცინის და ეუბნება, რომ ეს მაინც არ იმუშავებს, რადგან ის არ ენდობა ღმერთს. ცნობის მოყვარეობით აღძრული, მათხოვარი მიყვება მას ავტოსადგომზე და ეკითხება, მაშინ რის ისჯერა მას. დიმიტრი ყურადღებას არ აქცევს თავის გაღიზიანებას და ეუბნება, რომ მას ჯერა მეცნიერების და ფაქტების. თუ ვერ დაამტკიცებენ, რომ ღმერთი არსებობს, მას აქვს ეჭვის შეტანის უფლება. Капитан, она шиеш маспику хохот. Ахен леолам לא יחדרו למוחו הנוקשה והסגור, בשבלמקומו. რამდენიმე წუთის შემდეგ დიმიტრი ცოტა გაღიზიანებული ბრუნდება და მოითხოვს, რომ უთხრას რა არის ის მტკიცებულებები და ნამდვილად წავა თუ არა ჯოჯოხეთში. სანამ ეჭვი შეგეპარებათ საკუთარ თავს ეკითხებით, რატომ და კამათობდეს დიმიტრის მსგავსი საქმიანობაში ჭკვიანი კაცი მათხოვართან რელიგიისა და მეცნიერების მსგავს კომპლექსურ თემაზე. უნდა ვიცოდეთ, რომ მათხოვარი სრულიად რაციონალური და განათლებული ადამიანია. მისი გარეგნობა შეიძლება არასახარბიელო იყოს, მაგრამ მისი გონება მახვილია და ცოდნით სავსე. მან იცის ცხოვრებისა და ისტორიის შესახებ და ასევე იცის დიმიტრის შესახებ, რადგან სანამ ეს უკანასკნელი წასვლას მოახერხებს, მათხოვარი აოცებს დიმიტრის მისი ცხოვრების დეტალებით, რაც არავინ იცოდა, თვით მისმა მეუღლემაც კი, რაც დიმიტრის თავდაცვით მდგომარეობაში აყენებს და თითქმის ავტოსადგომის შუაგულში ჩხუბამდე მიჰყავთ. თავიდან დიმიტრის ეგონა, რომ ვიღაც მიმყოლ ადამიანთან ჰქონდა საქმე, მაგრამ მათხოვარი ეუბნება, რომ ეს არ არის მათი პირველი შეხვედრა, ის დაკვირვებული ადამიანია და ახსოვს ყველაფერი, რასაც ხედავს. მას შემდეგ, რაც დიმიტრი მას დარტყმით დაემუქრება, მათხოვარი ძირს ეცემა და ტირილს იწყებს. იმეორებს, რომ ამ მომენტს ძალიან დიდი ხანია ელოდება. იმ წამს ტელეფონი რეკავს და მისი მეუღლე საყვედურობს მას სახლში ჯერ კიდევ არ მისვლის გამო. დიმიტრი თიშავს ტელეფონს და გადაწყვეტს მათხოვრის გვერდით ძირს ჩამეჯდეს, რათა საუბარი განაგრძონ. მომდევნო წუთების განმავლობაში ისინი დიმიტრიზე საუბრობენ, მაგრამ როცა ის ეკითხება, როგორ შეუძლია ამდენის ცოდნა, მათხოვარი უტყდება, რომ მან 2000 წელზე მეტი იცოცხლა და იესო ქრისტეც კი გაიცნო. თავიდან დიმიტრი ფიქრობს იმას, რასაც ყველა ჩვენგანი ვფიქრობთ. ის მათხოვარია, ქუჩაში ცხოვრობს და სრულიად შეშლილია. მაგრამ ერთ წამში კაცი თავისი ისტორიის მოყოლას იწყებს და ამბობს, რომ ის არის ის ებრაელი, რომელმაც იესო ქრისტეს ხელი შეუშალა, როცა ის ატარებდა ჯვარს, რომელზეც ჯვარს აწვეს. იმ დღეს იესომ მას ცოტაოდენი წყალი სთხოვა, მაგრამ მან ზიზღით უთხრა, რომ წყალს უკან დაბრუნების გზაზე მისცემდა, მას შემდეგ რაც ჯვარს თავის დანიშნულების ადგილზე მიიტანდა. იესომ უპასუხა, რომ ის დაბრუნდებოდა და მას მოუწევდა ლოდინი. მას შემდეგ 2000 წელზე მეტი გავიდა და მათხოვარი კვლავ დედამიწაზეა ჩარჩენილი. ელოდება უფლის დაბრუნებას, რათა თავისი ბედი გაიგოს. სწორედ ამიტომ შეუძლია დაგარწმუნოს, რომ ღმერთი არსებობს, ეს მხოლოდ რწმენა არ არის. ეს ფაქტია და დიმიტრი ამბობს, რომ სჯერა მისი. პირველად მას შემდეგ, რაც საუბარი დაიწყეს, დიმიტრი უსიტყვოდ რჩება, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისინი ნიზლავს დებენ. ბიჭი ამტკიცებს, რომ მის ისტორიაში ხარვეს იპოვის. თავიდან დიმიტრი მარტივ კითხვებს სვამს, მაგალითად თუ რამდენი თითი აქვს დამალული, მაგრამ მათხოვარი შეახსენებს, რომ მან ღმერთი გაიცნო და მკითხავი არ არის. შემდეგ დიმიტრი მის ეპოქაზე რაიმე მტკიცებულებას თხოვს ასეთი დიდი ხნის წინანდელს, მაგრამ მათხოვარი კვლავ ეუბნება, რომ არც ერთი ნაჭერი არ გადარჩება 2000 წელი, ეს არაფერს დაამტკიცებდა, მხოლოდ ძონზე იქნებოდა. იქიდან გადადიან კითხვებზე ღმერთსა და მის გარეგნობაზე.
მათხოვარი ეუბნება, რომ ის ისე არ გამოიყურებოდა, როგორც ხატავენ. სინამდვილეში მისი სახე დაღლილი და გამოფიტული კაცის სახე იყო. სისხლით იყო დაფარული, ამიტომ მის დამახსოვრებაზე დიდად არ უზრუნია. მისთვის ის მხოლოდ სასიკვდილოდ განწირული ადამიანი იყო და ასეთებს ყოველდღიურად ხედავდნენ იმ დროს. თუ 3 წუთი მაინც მოახერხა მასთან ახლოს ყოფნა, ეს ბევრი იყო. ყველასთვის ის იყო შეშლილი, რომელიც სისულელეებს ლაპარაკობდა. როგორ უნდა სცოდნოდა მას, რომ ღვთისძის წინაშე იყო. მან მხოლოდ დაინახა კაცი, რომელსაც თავისი სახლის კედლისთვის მინდოდა მიყნობოდა და ერთი ჩიქა წყალი უარი უთხრა. ახლა ის 2000 წელია ჩარჩენილი და ვინ იცის, კიდევ რამდენი წელი მოუწევს ლოდინი. დიმიტრისთვის ძნელია დაამტკიცოს, რომ მისი ისტორია ყალბია, ან მართალია, ან ძალიან კარგად არის დაგეგმილი, რადგან ამ მომენტამდე ის თითქმის უარყოფადი არ არის. გარკვეული დროის შემდეგ საუბარი გრძელდება. დიმიტრი ეკითხება ნანობს თუ არა იმას, რაც გააკეთა. მათხოვარი უყვება, რომ თავიდან არა, მაგრამ როგორც კი მიხვდა, ყველაფრის გამოსწორება სცადა. ის შეუერთდა ეკლესიას და 100 წელზე მეტი გაატარა პატიების მიღების მცდელობაში, მაგრამ არაფერი გამოვიდა. შემდეგ, მომდევნო საუკუნეების განმავლობაში გიჟურად ერთობოდა. უკვდავებას აქვს თავისი უპირატესობები, მაგრამ ყოველი ემოცია დროთა განმავლობაში ქრება. ისთვის ნათელია, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ დარწმუნებული არ არის თუ არა ის მის მხარეს. შერეულ ემოციებს გრძნობს და 2000 წლის შემდეგაც კი ვერ გადაუწყვეტია. დიმიტრი ეკითხება, რატომ არ გამოიყენა თავისი უკვდავება, ხომ შეიძლებოდა მდიდარი ყოფილიყო და ყველაფერი გამოეცა და სწორედ ამ მომენტში ეუბნება მათხოვარი, რომ მან ეს უკვე გააკეთა. ყველას შეუძლია ყველაფრის გამოცდა, ცხოვრება მშვენიერია, როცა მიზანი გაქვს და არ გეშინია გარისკო იმისთვის, რაც გსურს, მაგრამ სიკვდილისა და უცნობის შიში ამის შესაძლებლობას გართმევს. დიმიტრის უკვდავება არ ნიშნავს იმუნიტეტს. ის მაინც გრძნობს სიცივეს, შიმშილს და ჭრილობებით ჩვეულებრივად უხორცდება, გარდა სიბერის არიდებისა, სხვა არაფერია. მას შემდეგ, რაც ჭრილობების თემას შეეხებიან, დიმიტრი ეკითხება, რატომ არ ართმევს თავს სიცოცხლეს და ის პასუხობს, რომ 1000 ჯერ სცადა, მაგრამ არასდროს გამოუვიდა. ყველა იმ გზით, რაც დიმიტრის შეუძლია წარმოიდგინოს, მან უკვე სცადა. ერთხელ თავი ჩამოიხრჩო და კისერი რამდენიმე ნაწილად გაუტყდა, მაგრამ მხოლოდ 2 კვირა დარჩა იქ, სანამ თოკი გაწყდა. იარაღი არ ისვრის მის წინააღმდეგ, ყოველთვის იჭედება ან მის ხელში ვეფეთქდება. 1945 წელს ის ნაცისტებმა გაიტაცეს და ლამის ტანკი გადაუარეს, როცა ბორბლები დაუზიანდათ. ჭრილობებისა და სიკვდილის წარუმატებელი მცდელობების შესახებ 10 წუთიანი ანეკდოტების შემდეგ დიმიტრი საბოლოოდ ნებდება და მარცხს აღიარებს. მათხოვარი ემოციით იღებს ფულს და მადლობას უხდის მისი ისტორიის მოსმენისთვის, თუმცა დიმიტრის კვლავ არ სჯერა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. ის კვლავ ფიქრობს, რომ ის ცოტათი შეშლილია. მათხოვარი ეუბნება, რომ ნამდვილად შეშლილი რო ყოფილიყო, ბევრად უფრო მარტივ რამეს მოიგონებდა, რადგან რატომ გაატარებდა საათებს ვინმესთან საუბარში და რატომ დაიმახსოვრებდა ამდენად რთული ისტორიის თითოეულ დეტალს მხოლოდ 20 გირვანკა სტერლინგის გამო. სანამ დიმიტრი წავა, მათხოვარი უჩვენებს ნაციბურებს მკლავზე. ეს არის იმ თარიღების რიცხვები, როცა სჯეროდა, რომ იესო ქრისტე დაბრუნდებოდა, მაგრამ ყველა ჯერზე შეცდა. მას შემდეგ ის ელოდება, სანამ მისი მსგავსი აზროვნების მქონე ადამიანი დაეხმარება ამ პრობლემის გადაჭრაში, ამიტომაც არის ასე მადლიერი დიმიტრის გაცნობისთვის, ბიჭი ფიქრობს ისე, როგორც მას მიაჩნია, რომ შესაძლოა დაეხმაროს. მაგრამ ამისთვის დიმიტრის სჭირდება გონება გახსნას და დაიჯეროს, რომ მისი ისტორია ნამდვილად სიმართლეა, რისთვისაც ამ მომენტში მზად არ არის, ამიტომ ემშვიდობება. იმ წამს დიმიტრის თხოვს გაჩერდეს და ეკითხება, რატომ ფიქრობს, რომ ღმერთმა ასე დაწყევლა, ამას აზრი არ აქვს. მათხოვარი პასუხობს, რომ ეს წყევლა არ ყოფილა, ან სულ მცირე, მას ასე არ სჯერა. იესო ქრისტეს ხმის ტონი ბრაზიანი არ იყო, მისთვის ეს უფრო მიწვევას გავდა. იესო ქრისტემ უთხრა, დაელოდეთ ჩემს დაბრუნებას, არა ბრაზით, არამედ უფრო იმგვარად, რომ მათ ერთად ესიამოვნათ, როცა საბოლოოდ მას ირწმუნებდა და მან საუკუნეების განმავლობაში სცადა, მაგრამ ალბათ ვერასდროს გაიგო ბოლომდე, თუ რას გულისხმობდა. დარწმუნებულია, რომ ღმერთი არსებობს, თუმცა დედამიწაზეა გამოკეტილი, რადგან ვერ გაიგო, რა ასწავლა მან. მათხოვარმა თქვა, წყალს დაბრუნებისას მოგცემ, ღმერთმა კი შეასრულა. დიმიტრი დიდხანს ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ადამიანს, რომელმაც ამდენი ხანი იცოცხლა, არ ჰქონდეს სამყაროს შესახებ სხვა არაფერი სათქმელი. რა თქმა უნდა, მან გაიცნო დიდი ფიგურები, მიქელანჯელო და ვინჩი, ტესლა. მაგრამ მათხოვარი ეუბნება, რომ შესაძლოა კი ან შესაძლოა არა.
გარდა ამისა, როგორ უნდა სცოდნოდა, რომ ისინი ასეთი ცნობილი ადამიანები გახდებოდნენ, თუ მათი წვლილი მხოლოდ ბევრად უფრო გვიან იქნა აღიარებული. სხვა პრობლემა ის არის, რომ არავინ გამოიყურება ნამდვილად ისე, როგორც იმ ნახატებში, რომლებიც ხალხს მათზე აქვს, მათ შორის თვითღმერთიც, რომელსაც ცისფერი თვალები არ აქვს. ყველას ჯერა რაღაც განსხვავებულის, არსებობს ყველა სახის ღმერთი, მაგრამ მის გამოცდილებაში ის დარწმუნებულია იესო ქრისტეში, რადგან პირადად გაიცნოდა მეტი არაფერი. იმ მომენტში ტელეფონი რეკავს და დიმიტრის მეუღლე უყვირის, რომ დილის 3 საათია და უნდა იცოდეს, სად არის. დიმიტრი ბოდიშს იხდის და ეუბნება, რომ ვინმე საინტერესო გაიცნო, მაგრამ ის ფიქრობს, რომ საქმე სხვა ქალს ეხება და ეუბნება, რომ გზაშია, შემდეგ კი თიშავს ტელეფონს. შეუძრწუნებლად კაცები აგრძელებენ საუბარს და დიმიტრი ეუბნება, რომ ღმერთის არსებობის დამტკიცება ისეთივე ძნელია, როგორც მისი არარსებობის. მაგრამ მათხოვრისთვის მისი ცხოვრების ეს ფაზა უკვე დასრულებულია, მას მობეზრდა, რომ ადამიანებს ჯერათ ღმერთის მისთვის მთავარი მხოლოდ ბედნიერებაა და სწორედ ამიტომ გათავისუფლდა ყველაფრისგან, რაც ოდესმე მოიპოვა თავისი მარადიული ცხოვრებით. დიდრებს არ სძინავთ ფულის თვლით და გარშემო მოღალატეების ძიებით. უფრო მეტად ჩორდები იმ ნივთებს, რაც გონია, რომ მნიშვნელოვანია, მით უფრო სწრაფად ხვდები, რომ ბედნიერება აბსოლუტურად არაფერი ღირს, გარდა იმისა, რომ გადაწყვიტო იყო ბედნიერი. ზოგი ბედნიერია თავისი რწმენით, ზოგი კი მის გარეშე. მის შემთხვევაში მხოლოდ უფლის დაბრუნების დღეს ელის და მისთვის სასურველი პასუხისთვის მზადაა. მერე მათხოვარი ემშვიდობება, მაგრამ ჯერ დიმიტრი ეკითხება, ვინ არის, რადგან გონია თავად ღმერთს ესაუბრება. მაგრამ ის არ წმუნებს, რომ ღმერთი არ არის, თუმცა იქნებ მისი ნაწილი მასში ცხოვრობს და დღემდე დაბრუნების იმედი აქვს. ზოგ მანქანის საყვირის ხმა ისმის და დიმიტრი ბრუნდება, რათა აუხსნას მეუღლეს, რომ საქმე არ არის ის, რაზეც ის ფიქრობს. თუმცა როცა მათხოვრის წარდგენას ცდილობს, ის უკვე აღარ არის, ამიტომ ისინი მანქანაში ბრუნდებიან და ის კვლავ ჩნდება. იმ წამს მათხოვრის იდენტური გარეგნობის მქონე პიროვნება ეძახის მას და ეუბნება, რომ სამსახურში უნდა დაბრუნდეს, რადგან მომენტი ახლოვდება. დიმიტრის მეუღლეს გონია, რომ ეს ყველაფერი ხუმრობაა და უყვირის, რომ სახლში ისაუბრებენ, მაგრამ როდესაც დიმიტრი მანქანაში ჯდება და უკანა ხედვის სარკეში იყურება, მათხოვრის თვალები პასუხად მას უყურებენ. ფილმი ამ დაძაბულ მომენტში მკაფიო პასუხის გარეშე მთავრდება. ეს არის შინაგანი რეფლექსიის ისტორია, რომელიც გვიბიძგებს საკუთარ თავს შეკითხვები დაუსვათ და ასე მთავრდება ეს საოცარი ფილმი. თუ გსურთ კიდევ უყუროთ სხვა მაგარ შეჯამებებს, გირჩევთ ამ ვიდეოს.